ძალიან დიდი ბედნიერება იყო, როდესაც ამერიკას და მითხრეს, რომ ერთ-ერთი გამარჯვებული გავხდი ამ პროექტის და არც სიხარულის დრომები წამომივიდა და ეგრევე ჩემთან გავიქეც და ვახარე, რომ გავიმარჯვე და შემდეგ წელს ამერიკაში გავატარებდი, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდ შრომას ვდებთ, ყველა ფინალისტი და იმიტომ რომ ფლექსის ტურები არის ძალიან კომპლექსური და გვიწევს, რომ ნამდვილად ვიმსახურებდეთ და ნამდვილად ვიყოთ მომავალ ლიდერები, რომ გავხდეთ ამ პროგრამის გამარჯვებული. ამიტომაც დაუწყარი წამები იყო, ეგ რამდენიმე წამიანი ზარი, ზარმა გააბედნიერა მთელი ჩემი დღე და შეცვალა ჩემი ცხოვრება. ამ პროგრამაში წარმატების მისაღწევად საჭირო აპლიკანტს ჰქონდეს ლიდერული უნარჩვევები. ასევე კომუნიკაციის კარგი, ასე ვთქვათ, კარგად უნდა გამოდიოდეს კომუნიკაცია, რადგან ამერიკაში წასვლის შემდეგ ჩვენ გვიწევს საერთოდ უცხო კულტურაში ცხოვრება მასპინძელ ოჯახთან ერთად და ამერიკულ სკოლაში სწავლა. და ეს თავისი უნარები უნდა გამოიყენოს და რეალიზება მოახდინოს საკუთარი თავის უცხო გარემოში. და სწორედ ეს უნარები არის საჭირო, რომ შეგამჩნიონ და მოგცენ შანსი, რომ შენ გახდე გამარჯვებული. ასევე არის საკმაოდ კომპლექსური ეტაპები გასავლელი, როგორც უკვე ვახსენე. და ყოველ ეტაპზე უნდა დაანახო და აჩვენო, რომ შენ ნამდვილად ღირსეული აპლიკანტი ხარ და იმსახურებ გამარჯვებას. მე ძალიან დიდი გამოცდილება მქონდა წარსულში. მაგალითად მოხალისეობა დაიწყო ზესტაფონის ახალგაზრდულ საბჭოში, შემდეგ უკვე ზესტაფონის ახალგაზრდული საბჭოს განათლებისა და კულტურის თავმჯდომარეც გავხდი. პირველი ნაბიჯები სწორედ აქ გადავდგი, შემდეგ გავერთიანდი სხვადასხვა ორგანიზაციებში, ვიყავი ნაყოფი ბანაკში, ასევე ერასმუს გაცვით პროგრამის გამარჯვებულიც ვარ და ამ ზაფხულს ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე უცხოეთში, შევიძინე როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეგობრები და მართლაც უმაგრესი თავგადასავლებით დაბრუნდი სამშობლოში. და ეს გამოცდილებაც რა თქმა უნდა გამომადგა, იმიტომ რომ უკვე მიჩვეულო ვიყავ უცხო კულტურების გაცნობას, უცხოებთან კონტაქტს და ძალიან ტკბილად მახსენდება, იმიტომ რომ ეს ადამიანები დღემდე ჩემი მეგობრები არიან და დღემდე ხარს მიჭერენ. ასე რა თქმა უნდა, ცოდნა განათლებაც მნიშვნელოვანი მივიღე. მნიშვნელოვანი არის, რომ ამ პროცესში მხარდაჭერა, რომ გრძნობდი მხარდაჭერას, იმიტომ რომ იყო ხოლმე პერიოდები, როდესაც არ ვგრძნობდი მოტივირებულად და თავდაჯერებულად თავს, მაგრამ გარშემო მყავდნენ ის ადამიანები, რომლებიც მეხმარებოდნენ, რომ ისევ წმენა მიპოვა ჩემ თავში. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი არის, როდესაც მაგალითად ჩემი სკოლის მასწავლებლებს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო, რადგან ყოველთვის თუნდაც საბუთების მოგვარების პროცესში ძალიან გვერდით მედგნენ და მეხმარებოდნენ. ასევე ჩემი მეგობრები და მშობლები, რომლებიც მხარს მიჭერდნენ ემოციურად. ჩემი მთავარი რჩევა მომავალი აპლიკანტებისთვის იქნება ის, რომ რა თქმა უნდა, ბევრი უნდა იშრომოთ ამ შედეგის მისაღწევად, მაგრამ ასევე თუ უარყოფით პასუხი მოგივიდეთ, ეს ამის არ ნიშნავს, რომ უნდა დანებდეთ პირველივე ცდაზე. პროექტში მონაწილეობა, ამ პროგრამაში მონაწილეობა კრიტერიუმების მიხედვით არის, მაგრამ ძირითადად სამი შესაძლებლობა აქვთ ხოლმე მონაწილეებს და თუ პირველივე ცდაზე დადებითი პასუხი ვერ მიიღეს, მე ვურჩევდი, რომ არ დანებდნენ ამით, კიდევ გააგრძელონ, უფრო განვითარდნენ, უფრო ბევრი გამოცდილება მიიღონ და შემდეგ კიდევ ხელთავიდან ცადონ. რადგან, როგორც ვახსენე უკვე, საკმაოდ წარმატების გზა საერთოდ საკმაოდ ისეთ დატვირთული არის გამოწვევებით და არ უნდა შეუშინեն ამ გამოწვევებს და როდესაც გადალახავენ ამ ყველაფერს, მერე უკვე თვითონაც იგრძნობენ ძალიან დიდ მოტივაციას. და უფრო გააძლიერებს ყოველი სირთულე მათ. ამიტომაც თუ ფიქრობთ, რომ მზად ხართ ერთი წელი ამერიკაში გაატაროთ, Flex პროგრამა არის საუკეთესო შესაძლებლობა თქვენთვის. და აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა და გამოცადეთ თქვენი თავი და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ კარგად წარმოაჩინოთ თქვენი თავი ყოველ ეტაპზე.